მოგეთ ახლა ვალაგებდი და ვაწყობდი ჩემ აღჭურვილობას და ესეთი რაღაცა შევამჩნიე წყალში. შევა ბერმა ჩათვალოს, რომ ბრაკონიერების გაკეთებულია, მაგრამ ჩემი აზრით, მეგობრებო, არასწორი გაშვების ვარიანტიც ხდება ხოლმე ხანდახან რა. ანუ მე თევზზე უნდა ვიცოდეთ, როგორ გაუშვათ სწორად თევზი და როდის გაუშვათ და ასე შემდეგ. აი ეს თევზი ახლა დავაკვირდი, რომ მარტო აქ სიტუაციაშია რა. ეს არის არასწორი გაშვების ვარიანტი. ჩემი აზრით, არასწორი გაშვების თემაა რა. არასწორი გაშვების ვარიანტია ჩემი აზრით. ეს არის არასწორი გაშვების ვარიანტი. ცირე თევზურაზია და შამაია. ჩემი აზრით, არასწორმა გაშვებამაც ისიც ხომ ეხლა იმას კი არ ვიცახი, რომ უეჭველი ვიღაცამ გაუშვა და მოკლა. ამის თქმა მინდა, რომ ეხლა ესეთი პერიოდია, აქ დიდი ხალხია, აქ არავინ არ დაუშვებს, რომ დენმა იმუშაობს და ასე შემდეგ რა. ჩემი აზრით, ბევრი ფაქტი ყოფილა, რომ არასწორმა გაშვებამაც ისიც ესეთი ფაქტები რა. და შევხედოთ, თუ აქტიურია, ისედაც შამაია ძალიან პასი ის არის რა, ფაქიზი თევზია მეგობრებო და იტომაც ვიყენებთ ხოლმე ჩვენ დიდ ბადეებს რა. თუ შეგატყობთ, რომ აი რაღაცნაირად ვერ არის თავის იმაში და შევა მოკვდეს, ჯობია სახში წაიყვანოთ. ან ეს ეხა აი ამხელებს მე უშვებ ხოლმე რა, პროცესში მეთქი, პროცესში ამხელებს უშვებ ხოლმე რა. და ეს ჩემი აზრით არასწორმა გაშვებამ იმოქმედა ესე რა. ჩემი აზრით წყალში აღარ დავტოვებ. რომ ეს რომ მოკვდება, რა თქმა უნდა, წყალსაც დააბინძურებს და ჯობია აქ დავყრი და კატა ან ძაღლი შეჭამს რა. მოკლედ დავიწყოთ ახლა ჩვენ თევზაობა მეგობრებო. ავაწყობთ და შემოგეხმიანებით პროცესში.